ხშირად მომართავენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აქვთ ორსულობის ერთი ან რამდენიმე შეწყვეტა. და მთავარი კითხვა, რომელიც მათ უჩნდებათ ზოგადად ექიმების და ჩემს მიმართ, არის რა იყო მიზეზი იმის, რომ ორსულობა შეწყდა, ან რამდენიმე ორსულობა შეწყდა და რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მომავალში ეს არ განმეორდეს. იმისათვის, რომ სწორად გავიაზროთ ორსულობის შეწყვეტის პრობლემა, პირველ რიგში წარმოგიდგენთ სტატისტიკას. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად ორსულობების დაახლოებით 15% წყდება სპონტანურად, რომელთა მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ფაქტორი, მაგრამ მათი გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს არ ნიშნავს იმას, რომ წყვილს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ორსულობის განმეორებით, ანუ მეორედ შეწყვეტა გვხდება ზოგადად ორსულობების დაახლოებით 2%-ში, ხოლო მესამე და შემდგომი შეწყვეტები აღინიშნება დაახლოებით 1%-ში. ამასთანავე, რაც უფრო ნაკლებია ორსულობის ვადა, მით უფრო ხშირია ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის შემთხვევები. ამასთანავე, ორსულობის შეწყვეტის რისკი იზრდება ყოველი შემდგომი შეწყვეტილი ორსულობის შემთხვევაში. ანუ თუ ქალს აქვს ორსულობის შეწყვეტა, ყოველი შეწყვეტის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება ეს რისკი. თუმცა ორსულობის სწორი მართვის შემთხვევაში ეს რისკები მნიშვნელოვნად იკლებს. ახლა მე ჩამოგითვლით ორსულობის განმეორებითი დანაკარგების ძირითად მიზეზებს. პირველი ეს არის ასაკი. რაც უფრო მეტია ქალის ასაკი, მით უფრო მაღალია ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის რისკი. ახდენს თუ არა გავლენას მამაკაცის ასაკი ორსულობის შეწყვეტაზე? დიახ, ახდენს, მაგრამ ნაკლებად ვიდრე ქალის. გენეტიკური ფაქტორები. ისინი სპონტანური შეწყვეტების დაახლოებით 50% შეადგენს. ორსულობის განმეორებითი დანაკარგები ძირითადად დაკავშირებულია ქრომოსომების სტრუქტურულ და რაოდენობრივ ცვლილებებთან და ასევე პროგესტერონის გენის პოლიმორფიზმთან. ამიტომ ორსულობის განმეორებითი დანაკარგების შემთხვევაში ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაცია გენეტიკოსის კონსულტაცია. მესამე, ეს არის საშვილოსნოს ანატომიური აგებულების გარკვეული თავისებურებები და ანომალიები. ასევე საშვილოსნოს შიდა პათოლოგიები, როგორიცაა პოლიპი, მიომა, შეხორცება და ტიხარი. მათი არსებობის შემთხვევაში საშვილოსნოს ქსოვილში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რაც ხელს უშლის ნაყოფის მიმაგრებას და განვითარებას. და სწორედ ამ მიზნით ქალებში, რომელთაც აქვთ ორსულობის განმეორებითი შეწყვეტები, რეკომენდირებულია მინი ჰისტეროსკოპიის ჩატარება, რომლის შესახებ მე წინა ვიდეოებში გესაუბრეთ. მეოთხე, ეს არის ენდომეტრიუმის რეცექცია, ანუ საშვილოსნოს ღრუს ქსოვილის უნარი შეძლოს ემბრიონის მიმაგრება და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. თუ ენდომეტრიუმის რეცექცია არის დარღვეული, მან შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე. ენდომეტრიუმის რეცექციის დარღვევა ძირითადად დაკავშირებულია ენდომეტრიუმის ღეროვანი უჯრედების დეფიციტთან და უჯრედების ნაადრევ დაბერებასთან. ენდომეტრიუმის რეცექციის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ტაქტიკა ჯერჯერობით კვლევის საგანია და იმედია, რომ ახლო მომავალში გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია. შემდეგი მიზეზი ეს არის აუტოიმუნური დარღვევები, რომელთა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, რომელიც ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მქონე ქალების დაახლოებით 15%-ში გვხვდება. არსებობს სხვა ტიპის აუტოიმუნური დარღვევებიც, მათ აქვს საკმაოდ რთული მექანიზმი, მაგრამ მარტივად რომ აგეხსნათ, ამ დროს ხდება ქალის იმუნური სისტემის მიერ ნაყოფის მიღება, როგორც უცხო სხეულის და გამოიმუშავებს რა ის ანტისხეულებს მის წინააღმდეგ, აფერხებს მის განვითარებას და მიმაგრებას. თრომბოფილიის ზოგიერთი ტიპი ასევე შეიძლება იყოს ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მიზეზი.
სწორედ ამიტომ აღნიშნული პრობლემის მქონე პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ გაიარონ კონსულტაცია ჰემატოლოგთან. სხვადასხვა ტიპის ენდოკრინული დაავადებები, იქნება ეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ასევე პროლაქტინთან დაკავშირებული ინსულინ რეზისტენტობასთან და ასე შემდეგ. ალბათ ბევრ თქვენთაგანს გაგიგიათ ასეთი ტერმინი ყვითელი სხეულის უკმარისობა, ლუთეინური ფაზის უკმარისობა. აღსანიშნავია, რომ მრავალრიცხოვანი კვლევებით არ დასტურდება ამ ფაქტორის გავლენა ურსულობის თვითნებით შეწყვეტაზე. რაც შეეხება ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, ჰერპეს ვირუსი, ბაქტერიები და ვირუსები, ძირითადად იწვევენ სპონტანურ აბორტს, მაგრამ ურსულობის განმეორებით დანაკარგებთან ისინი არ არიან ასოცირებული. სტრესი, გარემო დაბინძურება და ტოქსინები.